მოგესალმებით. მეგახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი მარიამ თოფურია და წარმოგიდგენთ ვიდეო ლექციას სააქციო საზოგადოების შესახებ. პირველ რიგში მინდა ყურადღება გამომახვილო იმ საკითხებზე, რომელზეც მოცემული ვიდეო ლექციის მსვლელობისას ვისაუბრებ. ეს საკითხებია სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრი, აქციათა სახეები, ახალი აქციების გამოშვება და სააქციო საზოგადოების აქციონერთა უფლებები და მოვალეობები. დღევანდელი ვიდეო ლექციის განხილვას დავიწყებ სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრზე საუბრით. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51 მუხლი ყურადღებას ამახვილებს როგორც სააქციო საზოგადოების განმარტებაზე, ასევე გვაძლევს აქციების განმარტებასაც. სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია კი არის არამატერიალიზებული, სახელობითი, ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს აქციონერის მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს აქციების ნომინალური ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ წესდებაში განსაზღვრული არის ასეთი ღირებულება, ამ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულებით დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება. რაც შეეხება აქციონერების საკუთრების უფლებას, მათი უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. აქციათა რეესტრს აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ან სააქციო საზოგადოება, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის აქციონერები არიან სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, რომელთანაც სააქციო საზოგადოება დებს ხელშეკრულებას. ხოლო თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოება შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ საწარმოსთან, რომელიც აქციათა რეესტრს აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. აქციათა სახეებში იგულისხმება ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების არსებობა, თუმცა საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოებამ შესაძლოა გაითვალისწინოს სხვა კლასის აქციების არსებობაც. რაც შეეხება ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების განმარტებას, ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას და ის უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი კი განისაზღვრება საწარმოს წესდებით. ასევე წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული წესი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების უფლებათა სხვაგვარად განსაზღვრას. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს. ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, მათი შეცვლის პირობები უნდა ისახოს საზოგადოების წესდებაში ამ აქციების განთავსებამდე, ხოლო აქციების განთავსების შემდეგ დაუშვებელია აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა. დასაშვებია, რომ რომელიმე კლასის აქციის გადაცემა მოხდეს საზოგადოების თანხმობით, თუმცა ეს თანხმობა და თანხმობის გაცემის ეს წესი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული საზოგადოების წესდებით აქციების განთავსებამდე. დასაშვებია, რომ მოხდეს ახალი აქციების გამოშვება. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილი იქნეს ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო, საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორი უზრუნველყოფს ახალი აქციების განთავსებას. საერთო კრების გადაწყვეტილება შესაძლოა ასევე განსაზღვრავდეს, რომ მის მიერ დადგენილი პირობებით აქციების განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი აქციები გაუქმებულ იქნეს, რაც ნიშნავს, რომ ნებადართული აქციების რაოდენობა შემცირდება გაუქმებული აქციების რაოდენობით. ზოგადად, საზოგადოების დირექტორი ვალდებულია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საზოგადოების წესდებაში,
რაც არ მოითხოვს საერთო კრების გადაწყვეტილებას. აქციები შეიძლება იყოს განთავსებული ან ნებადართული. ამ ტერმინების განმარტებას გვაძლევს მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც აქცია ჩაითვლება განთავსებულად, თუ ის გაცემულ იქნა საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, ეს საზღაური მიღებული აქვს თუ არა საზოგადოებას. იმ აქციების მიმართ, რომლებიც განთავსებულია და რომლებზეც საერთო კრების მიერ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება განთავსების შესახებ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერმინი გამოშვებული აქციები. აქცია ნებადართულად, ანუ განცხადებულად ითვლება, თუ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი მომავალში შესაძლო განთავსების შესახებ. ნებადართული აქციების მაქსიმალური რაოდენობა და კლასი უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში. ნებადართული აქციების ფარგლებში ახალი აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კრების მიერ უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აქციების რაოდენობასა და კლასს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს ასევე აქციების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს და სხვა დამატებით პირობებს. აქციათა განთავსებას ახორციელებს დირექტორი ან სხვა უფლებამოსილი პირი ან ორგანო. შემდეგი საკითხი, რომელიც დღევანდელი ვიდეო ლექციის მსვლელობისას უნდა განვიხილო, ეხება სააქციო საზოგადოების აქციონერების უფლებებსა და მოვალეობებს. თუმცა პირველ რიგში განვიხილავთ, თუ რა შეიძლება იყოს აქციონერთა უფლება და როგორი არის ეს უფლებები. აქციონერების უფლება შეიძლება იყოს საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოითხოვოს განმარტებები აქციონერმა დირექტორებსა და სამეთვალყურო საბჭოს არსებობის შემთხვევაში და გამოთქვან თავიანთი აზრი. ასეთ დროს მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე და ასეთ შემთხვევაში ის უნდა შესრულდეს ან განხილულ უნდა იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელი აქციონერები ან აქციონერთა ჯგუფი უფლებამოსილნი არიან შეიტანონ დამატებები აქციონერთა მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგში. ყოველ აქციონერს აქვს წლიური ანგარიშის ასლებისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. წლიური ანგარიშის სისწორის შესამოწმებლად მათ უფლება აქვთ გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვენ განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები დაეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მეწარმეთა შესახებ კანონით, ხოლო მისი გაფართოება შეიძლება სააქციო საზოგადოების წესდებით. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვთ სამეთვალყურო საბჭოს ან დირექტორებს მოსთხოვონ საწარმოს აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარება. აღნიშნული მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და შეიცავდეს დღის წესრიგის საკითხებს, რომელთა შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და გონიურულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათთან. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურო საბჭო ან დირექტორები ვალდებულნი არიან წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანი 3 თვისა ჩაატარონ საერთო კრება. ნებისმიერი კლასის აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის დაყენების უფლება აქვთ ბოლო კრების ჩატარებიდან არაუადრეს 1 თვისა. თუ სამეთვალყურო საბჭოს მიერ რიგგარეშე კრების ჩატარების მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში არ იქნა მოწვეული რიგგარეშე კრება,
მაშინ ამ კრების ჩატარების უფლება აქვთ კრების ინიციატორებს, რომლებმაც ამ მოთხოვნით მიმართეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოებს, სამეთვალყურო საბჭოს ან დირექტორებს. ამ შემთხვევაში კრების ინიციატორები საზოგადოების ყველა აქციონერს დაზღვეული წერილით უგზავნიან რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ მოსაწვევს დღის წესრიგის ერთადერთი საკითხის მითითებით, ვინაიდან დაუშვებელია დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. ამ შემთხვევაში რიგგარეშე კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორი. თუ კვორუმი არ შედგა, კრების ინიციატორებს შეუძლიათ ხელახლა მოიწვიონ კრება, არაუადრეს პირველი კრების მოწვევიდან 20 დღისა. კრების ინიციატორები ხელახალ რიგგარეშე კრებას მოიწვევენ იმავე წესებით, რა წესებითაც პირველ შემთხვევაში. ეს კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმათა საერთო რაოდენობის არანაკლებ 75%-ის მქონე პარტნიორები. თუ კვორუმი კვლავ არ შედგა, კრების ინიციატორებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით, რომელიც საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ ორგანოს, სამეთვალყურო საბჭოს ან დირექტორებს ავალებს რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში ჩატარებას. აქციონერთა უფლებებს შორის ასევე ვხვდებით შემდეგ უფლებებს. ხმების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ. თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირების მიმართ, აქციონერს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ამ უფლებასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ თუ სააქციო საზოგადოებამ აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღზრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღზრვა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს, მაშინ აქციონერი, რომელმაც სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ჩაითვლება სათანადო მოსარჩელად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქციონერის სარჩელის დაკმაყოფილება მოხდება სასამართლოს მიერ, სააქციო საზოგადოება ვალდებული იქნება აუნაზღაუროს აქციონერს სარჩელთან დაკავშირებული კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯები, ასევე ადვოკატის ხარჯები. სააქციო საზოგადოება ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ის დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საზიანო აღმოჩნდა სააქციო საზოგადოებისათვის. ასევე, თუ აქციონერი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელად, ან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე სააქციო საზოგადოება განთავისუფლდება აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან და ეს ხარჯები დაეკისრება აქციონერს საზოგადოების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით, რომლებიც წარმოიშვა აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აქციონერის ქონობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს აქციონერს სასამართლო ხარჯების გადახდა. მოცემული უფლებების გარდა აქციონერს ასევე უფლება აქვს საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, აქციონერს შეუძლია სახელშეკრულებულ ურთიერთობა ჰქონდეს საზოგადოებასთან, მათ შორის იყოს დირექტორი ან სამეთვალყურო საბჭოს წევრი და მიიღოს მისგან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაური, რომელიც არ წარმოადგენს დივიდენდს. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას სააქციო საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერებს ან აქციონერთა ჯგუფს. ეს რაც შეეხებოდა აქციონერთა უფლებებს. ხოლო აქციონერთა ვალდებულებებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ აქციონერების უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ მათ უნდა შეიტანონ შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. გარდა ამისა, ბათილია
სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერებისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება. ასევე არ შეიძლება აქციონერებს მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი, ამ ფულადის სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე და ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ ასევე საზოგადოების კრედიტორებმაც, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია. დღევანდელი ვიდეო ლექციის მსვლელობისას ჩვენ ვისაუბრეთ სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრზე, ასევე ყურადღება გავამახვილე აქციათა სახეებზე, ახალი აქციების გამოშვებაზე და ჩამოვთვალე სააქციო საზოგადოების აქციონერთა უფლებები და მოვალეობები. გმადლობთ ყურადღებისთვის.